სალამი მეგობრებო ყველას, დღეს თქვენ მიყობებით არხზე რადინვესტ, მე მქვია შუთა და წავიდა დავიწყოთ დღევანდელი ვიდეო. როგორც ხედავთ, პირველი ფსონი უკვე დავდები და ანგარიშში მქონდა $2,500. ამ ყველაფერს აგიხსნით, თუ როგორ მქონდა და რატომ მქონდა ამდენი თანხა ანგარიშზე. იმიტომ რომ წინა ვიდეოში ყოფილიყავ დავამინუსე. აი ახლა როგორც ხედავთ, აქ მინუსი არის და აგიხსნით ყველაფერი როგორ მოხდა. ანუ წინა ვიდეო რომ დავამინუსე, მის მერე აი ახლა როგორც ხედავთ, შევდივართ ფსონებში ზემოთ წასვლაზე. და როგორც ხედავთ, სამწუხაროდ ეს ფსონები არის მინუსში. ანუ წინა ვიდეოში რომ დავამინუსეთ ის თანხა რაც გქონდა, მის მერე გადავწყვიტე რომ შემივსო კიდე ჩემი ბალანსი $2,000, ეს $500 არის ბონუსის დოლარი. ანუ ეს $500 ბონუსად მაქვს უბრალოდ $2,000 შევავსე. აი ახ როგორც ხედავთ, ქვემოთ წამოსვლაზე დავდები ფსონები. და ანუ ეს თანხა რო შევავსე, გადავწყვიტე რომ მევაჭრე ამ თანხით ხო და გავსულიყავი პლუსში. მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ როცა ასეთი რაღაც არის, უკვე აზარტში შედიხარ, ასე რომ ვთქვათ და მეც ამ შემთხვევაში დამემართა მსგავსი რამ შევედი აზარტში, ასე რომ ვთქვათ. და ეს ძალიან ცუდი არის, უნდა აკონტროლო თავი, მით უმეტეს ტრეიდინგში როცა ხარ, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რისკები არის ნებისმიერ ტრეიდინგში, სადაც არ უნდა იყოთ და რისკები რომ მინიმალურზე დაიყვანოთ, უნდა აკონტროლოთ ყველანაირად თავი და ყველანაირად უნდა მიუდგეთ სწორად, რომ რისკები გქონდეთ განსაზღვრული სწორად. როგორც ხედავთ, იქ ფსონები ზოგი პლუსში შევიდა, ზოგი მინუსში, მას რამე ვლაპარაკობთ. აი აქ ახლა უკვე შემდეგ ვალუტაზე გადავწყვეტე რომ მთლიანი თანხა დამედო, რაც მაქვს ანგარიშზე. 1500 რაღაც 1500 თუ 1600 რაღაცა დოლარი იყო და გადავწყვეტე რომ მთლიანად დამედო ეს თანხა. და რეზულტატს რა თქმა უნდა ბოლოს ნახავთ. და ანუ რა მინდა რომ ვთქვა რა, ასეთ მომენტებში ჯობია გაჩენდეთ და არ შეავსოთ თანხები, იმიტომ რომ ძალიან ცუდი, ასე ვთქვათ, შედეგი შეიძლება მიიღოთ. მე ამ შემთხვევაში ახლა მქონდა განსაზღვრული რომ შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მიმეღო და ეს თანხა სად ვიშოვე, ახლა ვიდეოს რომ დავამთავრებ, გეტყვით. ეს თანხა სად ვიშოვე, მოგიყვებით, შეგიძლიათ ვიდეოს ბოლომდე უყუროთ და გაიგოთ ეს ყველაფერი. თუ სად ვიშოვე ეს თანხა და როგორ ვიშოვე. და ახლა დამთავრდა ეს ფსონები, შევიდა პლუსში და როგორც ხედავთ, ანგარიში უკვე $3,000-ზე მეტი გვაქვს, $3,800 უფრო დედავრად, $3,000 დავამგალოთ მოდით. ანუ $500 ამ ვიდეოში ხა დავპლუსდით, $508, მაგრამ 500 შეათვალეთ დუღინად. ახლა გაჩვენებთ ჩემს ფსონებს. რა ფსონები მქონდა და ახლა გაჩვენებთ ჩემს შევსებასაც, ანუ $2,000-იანით შევავსე და გაჩვენებთ ჩემს შევსებასაც, ახლა ჩემს ტრანზაქციებს, ასე რომ ვთქვათ. აი როგორც ხედავთ, $556 კატანაზე რომ მქონდა მითითებული, რომელიც უკვე იცით წინა ვიდეოებში იყო, ეგ გავაუქმე და შემდეგ შევავსე $2,000-იანით. და $500 მივიღე ბონუსი. ახლა კი მოდი მოგიყვებით მაგ ყველაფერს. ანუ მე ეს თანხა მქონდა $2,500-მდე, არც იყო $2,500, რა თქმა უნდა, ეგ ბონუსები იყო, $2,300 დაახლოებით იყო, რომელიც უშუალოდ ჩემი იყო. ამ $2,300, ეს $2,300 მქონდა რობოტში, მოგეხსენებათ, რომელიც ასე ვთქვათ იყო კრიპტოვალუტებში და იყო ავტო ტრეიდინგი, ხო? იქ არც ისე დიდი პროცენტები იყო ხოლმე, მაგრამ ნუ გარკვეული ოდენობის თანხები ირიცხებოდა ხოლმე პერიოდულად, ხო? ამ მომენტში, როცა მე გამოვიტანე, თანხა დაახლოებით $100-ზე იყო მინუსში. და $2,350 იქნებოდა რა თავი ბოლო რო პლუსში ყოფილიყო ეს ყველაფერი და ნუ ერთ სიტყვით $2,300-ზე დავამგლოთ, $2,250 გამოვიტანე ამ ბოტიდან საერთო ჯამში, რომელიც ასე ვთქვათ დამინუსებული იყო უკვე, მაგრამ იქ არ არის ძალიან დიდი მინუსი არ იყო ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში, რადგან მთლიანი დეპოზიტი დავამინუსე წინა ვიდეოებში და შესაბამისად არ იყო ის $50 და $100 ისეთი განსაზღვრული თანხა რომ რაიმე ყოფილიყო. შესაბამისად გამოვიდი რობოტიდან, დავყურე ფსონები რობოტის და გადავწყვეტე რომ $2,250 ხო იყო ანგარიშზე, $250 გამომეტანა ქეშად და $2,000 ჩამერიცხა კოოტექსის ბირჟაზე. და ეს ყველაფერი $1,100-ით ჩავრიცხე. მინდოდა რომ ჩამერიცხა $1,000-იანი და მიმეღო 50%, ანუ როგორც თქვენ უკვე იცით, $500-მდე გაქვთ ბონუსები, $500 ზემოთ თუ უწევს ბონუსი, მაგ შემთხვევაში უკვე აღარ გერიცხებათ ბონუსები. ანუ გერიცხებათ მხოლოდ $500-მდე. და $1,000 ჩავრიცხე პირველი, რომ მიმეღო $500 ბონუსი
და მეორე ჩავრიცხე $1000 ისევ რომ იმეყო $400 ბონუსი, უკვე 40% ბონუსი. ანუ პირველად 60% არის, მერე 40, 40 და 30 და 20% შეგიძლიათ მიიღოთ ბონუსები. ეს უშუალოდ რაც კოდექსს აქვს და შეიძლება კიდევ სადმე რამე პრომოკოდები იყოს, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ და მიიღოთ უფრო მეტი ბონუსები, ხო? ეს ყველაფერი უკვე სხვა რაღაც თემა არის, ხო? უშუალოდ კოდექსს ესენი აქვს რა. 20% შეგიძლიათ მიიღოთ, 30, 40, 50 და 60. და ერთხელ ჩარიცხვით მხოლოდ, ანუ ერთხელ რომ ჩარიცხავთ სიტყვას 60%-ს, უკვე მეორედ აღარ შეგიძლიათ ჩარიცხოთ. და ასეთი სიტუაცია არის და შესაბამისად მინდოდა რომ 40%-იანი და 50%-იანი ბონუსები ამეღო. ანუ საერთო ჯამში 1400 და 1500 გამოვიდოდა და $2900 უნდა ყოფილიყო ანგარიშზე, მაგრამ რაღაცა თუ მოხდა ისე რომ პირველი ფსონი შევავსე, პირველი ასე ვთქვათ თანხა შევავსე $1000 და მივიღე $500 ბონუსი და მეორე თანხაც იქავე გადავწყვიტე რომ შემივსო. ანუ არ დაველოდე თანხის შევსებას. და ალბათ მაგიტომ დამერიცხა მარტო ერთი შევსების ბონუსი, მაგრამ არ აუშავს მეორე შევსების ბონუსად, უკვე დარჩენილი მაქვს 40% და შემიძლია სხვა დროს გამოვიყენო ის 40%. ამ შემთხვევაში კი ორივეს ერთად გამოვიყენებდი, რომ ეს ყველაფერი გამოსულიყო. მაგრამ სამაგიეროდ $400-ით მეტი მექნებოდა ანგარიშზე. ანუ $900 მექნებოდა ბონუსის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პლუსი იქნებოდა საერთო ჯამში ბოლო და ბოლოს რა თქმა უნდა პლუსად ჩამეთვლებოდა. არ ვიცი, შეიძლება ასეთი მომენტი არის, რომ კოდექსზე ორი ბონუსის ერთად აღება არ შეიძლება შევსებისას. არ ვიცი, შეიძლება მაგ არის და მე არ ვიცი, მაგდესებში შეიძლება მოვწერიათ და მე არ მინახია. შეიძლება მასე არის, შეიძლება შემთხვევით ორჯერ ერთად რო შევასე და არ დაველოდე ანგარიშზე თანხის შემოტანას, უფრო სწორად ასახვას. ალბათ შეიძლება მაგიტომაც იყო. ნუ ერთ სიტყვით არ ვიცი რა, როგორ რა მოხდა, მხოლოდ მივიღე $500 ბონუსის. რა თქმა უნდა, $500-ით საქმე არის და ბონუსები, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ. ეხლა გეტყვით ბონუსების ასე ვთქვათ, ინფორმაციას რა. როცა ბონუსით ავსებთ, მაგალითად, შევავსოთ 50%-იანით, ჩარიცხეთ $1000 და მიიღეთ $500 ბონუსად და $1500 გაქვთ ანგარიშზე. 1000 თქვენი, 500 ბონუსის. ბონუსის თანხის გამოტანა არ შეგიძლიათ. ბონუსის თანხის გამოტანა ხდება მაგ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე 100 ჯერ, ანუ გაზარდეთ თქვენი თანხა და ახლობით ასე ვთქვათ, 1500 ხო გქონდათ და რომ გაზარდოთ 100 ჯერ, იმიტომ რომ ანუ 100 ჯერ გაძდაც არ არის აუცილებლად 100 ჯერ მეტი უნდა ქონდეს აბაროტი. აბაროტი კი რას ნიშნავს? ანუ როდებს სიტყვაზე 3 წელს $200-იან სიტყვაზე $600 არის აბაროტი. შევიდა პლუსში, ხო? შენი $600 მაინც გჭირდება აბაროტი. მერე კიდევ დადები სიტყვაზე 3 $200-იანი. შევიდა ეს მინუსი. მაგრამ შენ ანუ დამინუსებული ხო ხარ საერთო ჯამში მცირეოდენი მინუსით. მაგრამ შენ აბაროტი გაქვს უკვე $1200 და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება ზოგი ფსონი პლუსში იყოს, შეიძლება ზოგი ფსონი მინუსში, შეიძლება ამ $1500-ით $2000-ზე იყო ასული, მაგრამ 100 ჯერ მეტი უკვე აბაროტი გქონდეს გაკეთებული, ხო? და მაგ შემთხვევაში ეს ბონუსის თანხა ხდება რეალური და ამ ბონუსის თანხის გამოტანა უკვე შეგიძლია. მაგრამ თუ თქვენ არ აქვთ ეს 100%, 100 ჯერ მეტი უბრალოდ აბაროტი, მაგ შემთხვევაში ეს ბონუსები უბრალოდ გამოტანის დროს ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან და всё, მეტი არაფერი არის განსაკუთრებული ისეთი. ჩემი აზრით ბონუსების აღება ძალიან კარგი არის და შეგიძლიათ თქვენც აიღოთ, რა ვიცი. ლინკები აღწერაში იქნება და შეგიძლიათ აიღოთ ეს ბონუსები, დარეგისტრირდეთ, აიღოთ და წადოთ, რა ვიცი, თუ გინდათ. მე ვწადე და ასე არის რა. ანუ ბონუსების გამოყენება ჩემი აზრით ურიგო არ იქნება, იმიტომ რომ ანგარიშზე თუ შენ უნდა ჩარიცხო $1000, $500 ბონუსად გჩუქნიან და $1500-ით რა თქმა უნდა ხო მეტი შანსი გაქვს რომ თანხა იშოვო ვიდრე $1000-ით რა თქმა უნდა. და შესაბამისად კარგი, ასე ვთქვათ, კარგი რაღაცა არის რა მარტივად რა ვთქვათ. მოკლედ ამ ვიდეოზე დაგემშვიდობებით, ძალიან ბევრი ვისაუბრე ამ ვიდეოში, მაგრამ ჩემი აზრით ეს საუბარი ღირდა და ალბათ რაღაც თქვენთვის გამოიტანეთ ამ ვიდეოდან. მოკლედ ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე გისურვებთ წარმატებებს, რაც არ უნდა იყოთ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ყველა ლინკები აღწერაში იქნება, შეგახსენებთ კოდექსის ბროკერის, კოდექსის ბირჟის, რომელზეც მე ვივაჭრე, მაგის ლინკი აღწერაში იქნება, ასევე სხვა საჭირო და საინტერესო ლინკები იქნება აღწერაში და ნახვამდის მოკლედ. მომავალ შეხვედრამდე გისურვებთ ყველაფერს, ყველას საუკეთესოს. კარგად.